რანა ფონდა ჩამოქცეულია. ჩამოქცეულია. ამაგის. არავის დავთ. არ დავთ მოშეს ნამაკა. არა. ისო ექიმის სურათი. რეზო კოლდიაშვილის იმერული რექვიემი სევდიანი კომედიის სახით შესთავაზა მაყურებელს ქუთაისის დრამატული თეატრის შემოქმედებით ჯგუფმა. ეს ჩაფიქრებული ქონდა როგორც ესეთი სევდიანი კომედია. ეს არ არის ესეთი ტიპიური დავუშვათ რაღაცა დიდი სევდის მატარებელი უნდა იყოს და იმ გამოუვალობის ხშირ შემთხვევაში სადაც ვართ ხოლმე ხშირად არ ვიცით სად მივდივარ საიდან რა გვემუქრება როგორც რეჟისორი ამბობს, პიესამ ყურადღება საინტერესო სახეებით და იმ სამყაროთი მიიპყრო, რომელშიც ეს გმირები არსებობენ. პიესა კარგა ხანია რაც დაწერილია, მის ჟღერადობა და აქტუალობა სარკარგავს. ხო სამწუხაროდ ჩვენ რაღაც ესეთ სპირალურ მდგომარეობაში ვარ და უბრუნდებით შემდეგ ისევ საწყის წერტილს გავივლით რაღაცა რეგულარ ფორმაციას და მე ისე გამბრუნდით. პატივცემულო დავალება შესრულებულია. მართალია ერთი პირობა გაჯიქთა, მაგრამ თქვენი მიქსტურა ფასვით და დაჭრა. თლიანად დაანებინეთ. ნამეტანი ცხოვრობდა და ბოლომდე დაცა. ამიხსენ. რაღაც აქცენტები ახლა ბუნებრივია ჩვენ გავამძაფრეთ, რომ მიგვეცა ამ ტექსტისთვის უფრო ესეთი აქცენტები, კონტექსტები. და საერთოდ, როდესაც გავაკეთეთ არჩევანი, სწორედ ამ აქტუალობის გამო გავაკეთეთ, ხო? პირველ რიგში მიიქცია ყურადღება სწორედ აი ამ სამყარომ, ესეთმა ნევროტულმა, ირონიულმა, აბსურდულმაც. მამრიდების სახკას არავის დავუკვებ, სიცხლის უკან არა, სიცხლის უკან რას მეცვეთამდე. რა კარმითავო, რას ბოთავს, რას. როსტომი, თერჯოლის თეატრიდან რომ გამოაგდეს, ყიბულის თეატრში დაიწყო მუშაობა მოკარდახი. იქიდან არის გამოაგდეს რეორგანიზაცია მოუწრო და იმის მერე გაჭირდა. გამოაგდებდნენ, აბა რა იქნებოდა. თურმე ყველა სპექტაკლში შეგოდა და გვიროდა ამომაღებინეთ, ბატონო, ამომაღებინეთ. რა მომაღებინეთ? ხმალი. ვიღაცა გარეთ ყვირის, ვიღაცა წერს, ვიღაცა აგრესიულია, ვიღაცა აი ყველაზე დიდი სათქმელი არის სცენიდან ჩვენი მსახიობების, რომ ჩვენ რაც გვაწუხებს და როგორც წარმოგვიდგენია დღევანდელობა, როგორც წარმოგვიდგენია მომავალი, წარსული, ყველაზე მეტად ეს შეუძლია ამ ფიცარნაკს გადმოსცეს და მიიტანოს მაყურებლამდე და აფიქროს, ჩააღრმავოს
ბედნიერება, როცა მსახიობი ხარ და შენი რაღაც შინაგანი სათქმელი იმ მოცემულობაში, სადაც ახლა ჩვენ ცხოვრობთ, ჩემ პერსონაჟსაც აქვს ძალიან ისეთი მკვეთრი ფრაზები, ემთხვევა შენი გმირის სათქმელს. ამ კუთხით გამემართლა, მინდა ვთქვათ და იმდენად გულწრფელი ვიყავი, რასაც ვამბობდი, იმიტომ რომ ეს ჩემიც იყო, პირადად ჩემიც იყო და მიხარია რაღაცნაირად რომ ესე მოხდა. ამ ხელა სტრატეგიულ გეგმას უძღვე. შენ კიდევ ერთი სულიგად გავარდი და იტარაშუნა. აბა აქ რა ვაკეთო? ხმა! ჩვენ აქ დიდ ფულს ვიშოვით თუ დამიჯერებ. წინწკილას ნაირი პერსპექტიული ადგილი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. ამხლი მოქმედება ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პიესის გმირები აქ არსებული სავარაუდო წიაღისეულის დაპატრონებას და გამდიდრებას აპირებენ. წინწკილას წიაღისეული მიწაში ბარიტის საბადო. ბარიტი რა არის? ბარიტი რა არის და ამ თის ქვეშ ბარიტია. ავშენდებით. როგორც ირკვევა, ყველა პერსონაჟი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი ბინადარია. თითოეულს თავისი ბიოგრაფია აქვს. ორგანიზმი კაცს რომ მოთხოვს ამ თის წვერზე ვისვეთ. დამამშვიდებას დაგალევინებ. რაღაცნაირ გამოწვევა იყო ჩემთვის ესეთი პერსონაჟი მეთამაშა. ცოტათი მეშინო და არ დაგიმალავთ, იმიტომ რომ მკვეთრად ესეთი სახასიათო როლი შეიძლება მითამაშე, მაგრამ ცოტა დიდი ხნის წინ. და ძალიან გამიხარდა, რომ რაღაცნაირად მაყურებელმა მიიღო და რომ მეუნებიან, რომ აი იცით, რაღაც ძალიან კარგი იყავით და რაღაცა ორმაგაც ასიხარულო, რომ ესეთი დრამატული როლების შემდეგ რაღაცა მკვეთრად სახასიათო როლი ვითამაშე და რა ალბათ გამომივიდა, რა ხან მაყურებელი ამბობს, რომ კარგი იყო. ნაირა! სურამისაგიჟის ნაირა! ხმერთო როგორ დავშვენებულ ხარ, ნაირა, როგორ დავშვენებულ ხარ. არა, საერთოდ არ შეცვლილ ხარ. ისე გითამაშეთ თვალები, როგორც ადრე. გახსოვს მეორე საქმის ბაჯრებთან ლექსებს რომ მიკითხავდი გახსოვს? ნაირა! ოგო ნაირა აღარა. აბა? აბირია. რეჟისორმაც გადაწყვიტა ერთობლივი საუბრებით მივედით იქამდე, რომ მიუხედავად თავისი პროფესიისა და ვიცით ეს ქალი უძველესი პროფესიის წარმომადგენელია, ესე რომ ვთქვათ, მას ფაქიზის სული აქვს, ძალიან ადამიანურია. ნუ ახლა აქ არ ჩანს, რატომ მივიდა იქამდე, სადამდეც მივიდა იმ პროფესიამდე, მაგრამ ფაქტია, რომ არანაკლები ადამიანია, არანაკლები სათქმელი აქვს სხვაზე მეტად და ალბათ ასეც უნდა იყოს და დაგვაფიქრებს ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელი ფენის წარმომადგენელი ვართ, ვინ რა პროფესიას ვემსახურებით, ადამიანებმა უნდა მოусმინოთ ერთმანეთს. და გაუგოთ, შევიდეთ ერთმანეთის, ესე იგი, ემპათიის რაღაცა უნარი უნდა გაგვაჩნდეს ყველა ადამიანის მიმართ. კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ ყველას ჩვენი რაღაც შინაგანი სისუფთავე მაინც არის სადღაც, რომელიც ესე გამოდის ხოლმე და ჩავთვალეთ, რომ ასე უფრო საინტერესო იქნებოდა. ეს თვალი ბიჭოგი. ვიღაც კაცი მოვიდა. 5 ლარს მოგცემოდა აგინე ამ თავრობას. 5 ლარი, გადიέρα, გინევა დაამსოლდა. გამოვადი. 5 ლარი და ვაგი. გული თაგინე? არა. მაგრამ მაინც ისე მიტყეს ქალებმა. საავადმყოფოში ამოყალიბ თავი. პიესაში ესეთი პერსონაჟი არის. ტატიანა სულ სხვა ტიპის ქალი იყო. შემდეგ დაიბადა
რატომღაც გადავწყვიტეთ რომ რაღაც სუფთა აი ბავშვობაში ჩარჩენილი ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა და გაამართლა კიდეც. ჩვენ შევქმნით ეს აი მოულოდნელად შეიქმნა ესეთ პერსონაჟი და ხო ბევრი გვეუბნება თითქოს რაღაცა გვაგონებს მაზინას პერსონაჟს, მაგრამ რა ვიცი ძალიან საყვარელი გახდა ჩემთვის ეს პერსონაჟი. მე თვითონ მიყვარს, მე თვითონ მეწოდება, მებრალება, ცოტა ეშმაკიც არის, ცოტა რაღაცნაირი არის და საინტერესო არის ჩემის აზრით. წილას ეზოში შემოვიდა. როდის იყავა ეს? ის ჩვენი წილა რომ დაიხო. მე დიდი მანქანიდან სამი კაცი გადმოხდა. გრძელი ყუთები გადმოიხეს და უკანა ეს კაკლის ხესთან ჩამარხეს. ყველაფერი არის ამ პატარა როგორ დავარქვათ, ბავშვობაში ჩარჩენილ ქალში ყველაფერი არის. სიყვარულიც არის, ცოტა ისიც არის, სიბრალზე, სიძულვილი, ეშმაკობა, გმირობა, ყველაფერი არის. იმერეთის კეთილშობილი ალზანაური, როსტომ მანველიძე. მივოძებთ თქვენი ხელი. მშვენიერო. ტექსტი ამ როსტომის ტექსტი არის ძალიან მოკლე. მაგრამ ისეთ განვითარდა სამუშაო რომ ადროგაც ცენტრალურ ფიგურად აღვიქვი მე რაღაც სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ როლს. როსტომ მანველიძე საქართველოს სახე. გაჭირვებული, გაუბედურებული, კუდავზი კაც. ამაყიც. მეზირო. სად არის აბჯარი? იარაღი? აი ხმალი სად არის ხმალი? რო? პატოს გაუხდიაო? რამდენადო? ხმალი კი არა შესაძლოა. სახკარი დაგიგიდე, სახკარი. ამას არაფერი არ აქვს. ესე სიმბოლიკა იკაჩება. ერთი ხმალი ამომაგებინეთ ხალხი არა აქვს. არც ხმალი აქვს, არც საბჯარი, არაფერი ერთ დახეული ჩოხა შემორჩა. აყურებს და ამომაგებინეთ საერთოდ ხმალი. ესეც რაღაც სიმბოლიკაა. უნდა, მაგრამ არა აქვს. ხო შეიძლება და რეგუზიტი ხმლის მეტი არ აქვს, ხმალს დავიგიდებდი, ხო? არა აქვს, ამაში იკაჩება. არა აქვს. გიდგულზია. თავისუფლება! მოგვეცეთ თავისუფლება! არ დაგმობთ, არ დაგაჩოქებ! არა, ის გამაგებინა როსტომს რაში ჭირდება თავისუფლება. არაფერი და რომ მოიცილი მომეცი სიგნალი სამი წყვეტილი და ერთი გრძელი. თავშეყრილი საზოგადოების ლიდერი ყოფილი ექთანი შურა. ის ანაწილებს ფუნქციებს და იძლევა ბრძანებებს. მას ყველა უსიტყვოდ ემორჩილება. მიხედეთ საქმეს. ძალიან რთული პერსონაჟია იმ მხრივ, რომ ეს იგი თან უნდა იყო ექთანი, თან უნდა იყო ამ ადგილის დასაპატრონებლად დაბრუნებული. და ეს არ არის მარტო წინწკილა. აქ შეიძლება განახილოთ ჩვენ უფრო გლობალურად. ეს ჩვენი სამყაროა. სამყარო. აი აქაურობის დათრევა რომ გინდა იმასაც ვსწყვი? აქაურობის დათრევა ნახევარი მერეც უნდა. რო ყველას უნდა იყოს დამყრობელი. შურაც ასეთი. შურა მოვიდა იმისათვის, რომ მას აქ ჩარჩენილი, რომ აქ არის ბარიტი, და არც იცის რა არის ბარიტი ამ დროს. და მაგრამ ნუ ამ თის ქვეშ არის წიაღისეული. ყოვლის შემძლე უხილავი გიზო ყველას პრობლემას უქმნის. სხვათა შორის აქაურობა გიზოს მე ვაყიდინე. ყველა საბუთი მე გავუკეთე. მე გადავაგდო. საქმიდან მომტეხა. მე მოკლა დამიპირა.
მაგრამ გადავრჩი და აი აქ ავარ ახლა. გიზო. გამოდი ხაზე მე შენ გეუბნები. გამოდი რაღაც საშინელებას გაბრალებენ. გამოდი და წარჯერა, იმიტომ რომ ამას უყვარს. შენი თავი და იმიტომ ამბობს ბოლოში რომ ჩემს შენ შემოგწირეო ყველაფერი ქალიშვილობა ჩემი ყმაწვილქალობა და ჩემს დასაპყრობად მოემართებიო ისაბუთები მე კი არ გავაყოლე ხელს გიზონ გადმომცა გიზონ სანამ შენ დაგეთესებოდა საერთო მიზანი განსხვავებული მისწრაფებების ადამიანებს აერთიანებს. დაქირავებულ მკვლელსაც უპირობოდ იღებენ. ორი კაცი მევიდა ჩემთან გიზოს სახელით. საბუთები მოგვეციო. ორი კაცი? შემეპარა. თვითონ გიზოს სად არის? თვითონ რატო არ მოვიდა თქვა? ვერ მოიცალა საქმეები აფსო. ხო, მუშაობს. რომ მოიცლის მოვიდეს და მე თვითონ მივცემ მეთქი. და გამიგდეს ციხეში. გამიერთიანეს თანხმა და ფეხებით დამკიდეს, მაგრამ არ მივეცი. არა, ეჩქარებოდათ. ასე ვიყავი 2 დღე დაკიდებული ბოსელში. ჩემი საწოდაობის შემდგომ ძროხები აზრუნდნენ. თან შაბათკვირა მოვწი. ტრალავები ხომ ისვენეს. და ეს ქალი, რომელიც არის ისტორიით გეოგრაფიის მასწავლებელი, არის თან ცოტა ტარანტინოს სიუჟეტი გამოდიოდა. და აქედან ესეთი ცოტათი ვიხულიგნეთ. მაგრამ გიზოს ამდენი ხალხი რომ დაბეტონებული. შენ როგორ თამაშის ხერხი, რომელიც რეჟისორმა მსახიობებს შესთავაზა, ძალიან რთულია. აქ უმთავრესი ზომიერების დაცვა. თქვენ ზუსტად მიხვდით, რომ ეს არ არის ჟანრი, რომელიც ასე იოლად შეიძლება დაძლიოს, ასე ვთქვათ. მსახიობებმა, აი რაღაცა არის, რასაც აი სწორედ ბეწვის ხიდზე გავлаქვია. დააკლებ არცის გამოდის, გადააჭარბებ ის კიდევ უფრო საშინელება. ამიტომ ახლა ჩვენ ყოველ სპექტაკლზე რაღაცებს ცვლით, ვაძლევ კონკრეტულ ამოცანებს. ხშირ შემთხვევაში რადიკალურად ცვლით, როცა რაღაცა არ იკითხება ისე როგორცაა ჩაფიქრებული, უნდა შეცვალო აუცილებლად. და ალბათ ამ ფორმირებაში თანდათან მივაღწევთ იმ სტილიზაციას, როგორც არის ხოლმე ჩემი სპექტაკლები. ჩვენ გვინდა რომ ავიყვანოთ ეს კლოუნადამდე, მაგრამ ესენი საწოდავი ადამიანები არიან და ამით აი ამ ჟანრით აი გოგას ხელწერა რაც არის ის სული ადამიანების ესენი სასაცილოები კი არ არიან, საწოდავები არიან, მაგრამ ეს ყველაფერი მოდის იუმორით. გიზო ფარავერდი ფური მიეცი და მე საბუთები სად არის? საბუთები? Prestri pop, ყველაფერი pop, გიზო pop. შურა, შენ აუცილებლად გეცოდინება სად ქონდა გიზოს სამალავი. საბუთებს სად ინახავდა? სადაა საბუთები? გადავკლაპე. გიორგი თავაძის სპექტაკლებს ახასიათებს მეტნაკლებად ჰიპერბოლიზება, რაც თამაშის ხერხიდან გამომდინარეობს. განსხვავებული მხატვრული სახეები ერთ მთლიანობას ქმნიან. პერსონაჟები ქაოტურ, ცოტათი აპოკალიფტურ გარემოში მოქმედებენ. წარმოიდგინეთ, რომ 9 გიჟი სცენაზე და ერთმანეთთან გადაბმული და ეს პროცესები, რაც ჩვენ გავიარეთ ახლა,
ნუ ეს იყო ძალიან კოლოსალურ შრომასთან დაკავშირებული. თავარი მაინც არის ემოცია, რომელიც რჩება სპექტაკლის შემდეგ მაყურებელს. ეს ყველაზე დიდი ჯილდოა, ჩემი აზრით ზოგადად ასე არის. ცოტა ირეალური სიტუაციაც შექმნილი იყო რაღაც, მაგიტომ იყო ის, რომ დაუშვათ გრიმიც წამოვიდა ისეთნაირად, რომ თითქოს ყველას რაღაც ცოტა აქცენტები აქვს ამ ხრივ გაკეთებული და თვითონ აი სხვადასხვა 9 პერსონაჟი, სხვა 9 ხასიათი 9 ცხოვრება. ამავე დროში თუ არა ადამიანი რანაირად გინდა იცოცხლო. ვერაყიფიანი სცენოგრაფია და ქეთი ციციშვილის კოსტიუმები რეჟისორის მიერ არჩეული ესთეტიკის ნაწილია. დეკორაცია და პერსონაჟების ჩაცმულობა ერთდროულად რეალისტურიცაა, სიურრეალისტური და აბსურდულიც. აი ეს ანსამბლი, რომელთანაც მუშაობდი, სრულად ვიყავით რაღაცნაირად აქეთ ამ მიმართ ამ ხერხებს ვეძებდით, აი როგორი იყოს გამოსახველობა, როგორი იყოს ფერი, ტონალობა და უშუალოდ კოსტიუმის სილუეტი, გრიმი, ბევრი ვიმფიქრეთ ამაზე. მე მქონდა რაღაცა ძალიან ბევრი ისა ექსპერიმენტი. რომ რაღაცნაირად ეს მიგვეგნო და რაღაცა დოზით მაინც. კიდე ახლა ერთი პრემიერები ვითამაშეთ სხვა კოსტიუმში და მე კიდე მივხვდი, რომ იქ და ახალი კოსტიუმი შევკერეთ ერთ პერსონაჟზე და კიდე უფრო და ზუსტი იყო. აი ეს არის ძალიან რთული პროცესია. ეს არის ძალიან რთული პროცესი. გრიმის, კოსტუმის, ის კოსტუმი რომ მოიხმარო ისე რომ თან სასაცილო იყოს და თან გროტესკული, თან ძალიან ბევრი რამ წასაკითხი. და არა მარტო რომ აბა ეგ თან ის ტანსაცმელი ამას არ აწვია, ხო? ეს ტანსაცმელი არის უფრო დამპყრობელის, აი რაღაც რომ გამოვიდა ციხიდან და უკვე რომ ყველაფერი მან უნდა აკეთოს და მოიპოვოს და დაიბრუნოს და გამდიდრდეს. დაადგინებ, გაკოჭავ და აქ მოიხვან. რა ვიცი რა. იმდენი ხანი აკაცენ არ ყოფილა. გამომივარანეა. კოსტუმი ჩავეცი თუ არა, თქვი რომ დიახ ეს ჩემია. აი ყველა კოსტუმი რაღაცით გადაკეთდა, რაღაც აქსესუარი დაემატა. ჩემი კოსტუმი როგორც კი მომიტანეს და როგორიც იყო, იმით მივიღე და მიიღო. აი ფეხსაცმლიდან დაწყებული 42 ზომა ფეხსაცმელი მაცვია, ხო? აი მასშიც კომფორტულად გრძნობ. ალბათ აი აქედან ფეხსაცმლიდან ჩემს ბერეტამდე ჩემი გახდა. კომფორტულად გრძნობ თავს, ჩემია. და მიყვარს. ესე იგი იმ ურიკით შენ ჩამომიყვანეს უბრალოდ. ანუ შენ გადამარჩინე? ის ტატიანა შენა ხარ? ტატიანა! საერთოდ ასეთ ტიპის სპექტაკლს სამყაროს მოფიქრებას და სამყაროს ნაწილია კოსტიუმი, არის უდიდესი მნიშვნელობა. იმ სტილისტიკაში შესვლა მარტო არ შეგიძლია. მხოლოდ აი ამ აუცილებელი კომპონენტების დახმარებით ხდება და რომ ისეთი გარემო შექმნა, რომ შენ ეს გმირები სწორედ აი აქ უნდა ცხოვრობდნენ, აი ამ სამყაროში, აი ესეთ გარემოში, ესეთნაირად უნდა ეცვათ. გიზო იქი სული უხმობს საიქიოდან, ამა? თათბირზე ხარ? ნუ ლოცვები დაუგიქოს, გიზოს და სცენის ცენტრში დაკიდული ხე მუდმივი განსაცდელის შეგრძნებას იწვევს. იყო საუბარი, რომ დაუშვათ ზეთ რაღაც შემული ყოფილიყო როგორც ნატურის ხეზე რაღაცისა და ალბათ არც ის იქნებოდა ცუდი, რომ ეს გაკეთებულიყო ასე, მაგრამ ნუ ეს მაინც არის დროის სასიმბოლო, თავის ყველაფერია, ფესვიდან დაწყებული
ჩვენც რომ ჩვენ იმაზე ვაკეთებთ გენეალოგიის მაინც ხის ფორმას ვაძლევთ ამას, იმიტომ განვითარებადია და აი იქიდან იღებ სევით მიდიხარ და რა ვიცი საბოლოო ჯამში ესეთი სიმბოლოა ესეც იმედის ზოგადად ასე ვერ გავიგე გენაცვალე ვისი ხარ თუ ჩემი ხარ ეგრეთები ვისია თუ ხარ გულში რატომ ვისი ხარ თუ ჩემი ხარ ეგრეთები ვისია თუ ხარ გულში რატომ ვისი ხარ ეს არ იყო მთლად ამ ხერხში დაწერილი ეს ძალიან კარგი პროზაიკოსია რეზო მეაშვილი და ძალიან კარგ მხატვრულ სახეებს წერს როცა მის ნოველებს კითხულობ თვალწინ დაგიდგება რა იმერეთი მართლაც შესანიშნავად ხატავს და ყვება ამ პერსონაჟებს და ეს სახეებიც რაღაცა ძალიან კოლორიტული და საინტერესო სახეები. უბრალოდ თეატრს ხო იცით რომ რაღაც სხვა კანონები აქვს, რომელიც ითხოვს კიდე ამ დრამატურგიის რაღაცა სხვანაირად მოყოლას თეატრის ენით. შესაბამისად ეს გადაწყვეტები, ასე ვთქვათ, პერსონაჟების ასე თუ ის ეს უკვე სუფთა თეატრის და ჩვენი კანონებისგან მოხდა ჩარევა. ტექსტი უკიდურესად დავწნეხეთ, დავხვეწეთ და თითქმის 70% თავიდან დაიწერა პიესა, რომელმაც მე სირთულები გამოიწვია, იმიტომ რომ დამუშავარი ვიყავით. გარკვეული პერიოდი ტექსტი, არსებულ ტექსტზე, მაგრამ მე თანამედროვეებისკენ რო წამოვიდა ტექსტი, უკვე ნასწავლი ქონდა ტექსტი და ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ნუ შედეგი ახლა რაც იყო მაყურებელმა ნახა თქვენც ნახეთ და მე მგონი რა ვიცი ყოველ შემთხვევაში მე ასე ვგზნო თავს რომ მსახიობი როცა თავს გზნობს სცენაზე ოქსიამოვნებს თამაში აი ეგეთ მომენტში აღმოჩნდი და მადლობა მისათვის რეჟისორს კოლეგებს რა თქმა უნდა მაყურებელს დაუყოვნებელი მოვითხოვ ჩართოთ კომპლექსი მე მოვითხოვ ჩართოთ კომპლექსი გინაორებ და კარგად გამიგეთ მე ჩართოთ კომპლექსი ზოგადად ხო ის არის რომ ჩვენ რაღაცას წარმოგვიდგენია ან იმას მისკენ ვისწრაფით ან მივახცევთ ან ვერ მივახცევთ აქაც ახლა იყო ამ წინწყილასთან ურთიერთობა რომ აი წინწყილა გვინდა ჩვენია და ჩვენ უნდა ამას დავეუფლოთ ამ გარემოს და ჩვენ უნდა აღვადგინოთ ეს გარემო. ნუ რაღაც გარკვეული წილი ოცნებაში გადადის ნებისმიერ ადამიანის ცხოვრებაც ესა გარკვეულწილად რაღაცა მიდიხარ, რაღაც სრულდება, რაღაც არ სრულდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ცხოვრება, ზოგი აუსრულებელი ის არის, ზოგი ასრულებადი და ეს იყო ფაქტიურად რეალურ არარეალურ შორის ასეთი ურთიერთობა. თეატრი აუცილებლად უნდა გზნობდეს ზუსტად აი მდგომარეობას რაშიც არის ქვეყანა და ის ხალხი. მე ხშირად აი მის დროსაც ვცვლი, აი უკვე დადგმულ სპექტაკლში ვცვლი ფინალებს. უკვე შეიძლება მახსოვს ნუგზარი და მეფისტოფელის ფინალი გავაკეთე, უკვე 3 წლის დადგმული იყო და მე სულ სხვა ფინალი მოვიგონეთ და ტექსტიც თავიდან გავაკეთეთ. ასე რომ და ყველაფერი ხედავთ. იცი რა, ყველაფერი უნდა იყოს შეგრძნებებზე, აი უნდა გზნობდე რაღაცას, რომ ის მერე დადგა. თუმცა ჩვენ იდეებზე არ ვლაპარაკობდით, ესე პირდაპირ. და როგორც კი იდეები გადაგაქვს ესე იმაში, ესეთ ბანალური მეჩვენება მერე. უფრო შეგრძნებებზე ქონდა აქცენტი.
არ ვიცი, ესეთი გამოვიდა ყოველ შემთხვევაში ეს სპექტაკლი და ნახოთ. თამაშის ხერხიდან გამომდინარე, აქ ყველაფერი მეტნაკლებად ჰიპერბოლიზებულია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სპექტაკლის განმავლობაში დარბაზში მაყურებლის სიცილე არ წყდება, ყველაფერი სევდიანად გამოიყურება. სევდას კი პერსონაჟების უმწეობა ქმნის. დროს და შესაძლებლობებს არ არსებულის მოჩვენებითის დევნაში ხარჯავენ. შედეგი კი გაცრუებული იმედებია.